ბავშვები განაწილებულები არიან ორ სკოლაში, არიან მეორე სმენაში და ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის, რომ ჩვენთვის ეს არის უვადოდ გრძელდება ეს ყველაფერი, რადგან ფაქტია, რომ დღემდე წელიწადნახევრის თავზე ვართ ისევ სამხარაულის დასკვნის დონეზე, ანუ ამის გარდა არაფერი ვიცით, თუმცა ისიც არ მოსულა ჯერ სკოლაში. შესაბამისად ბუნებრივია გვაქვს პროტესტი, რომ დროულად მოგხედონ, არ შეიძლება ესე უსაზღვროდ უვადოდ იყვნენ მასწავლებლები, ბავშვები და მშობლები ასეთ მდგომარეობაში. ანუ ძირითადი პროტესტი ეს არის. პლუს ამას დამატებული ონლაინ სწავლება, რომელიც რა თქმა უნდა მიუღებელია მშობლისთვის, იმიტომ რომ ბავშვის მომავლისთვის ეს დამღუპველია და როცა შეიძლება იყოს იმის შესაძლებლობა, რომ სანამ თქვათ რეაბილიტირდება სკოლა, ბავშვებს კონდეთ პირობები, ელემენტარული, ნორმალური პირობები, ეს თემაც მისახედია. გვეუბნებიან, რომ არის არარენტაბილური თურმე და არ აწყობთ ბიუჯეტის მხრივ და უნდა დაანგრიონ და ხელახლა აშენონ, ჩვენს ბავშვებს კი არ აწყობთ, რომ დაინგრეს ჩვენი სკოლა და ჩვენ ვითხოვთ, რომ გარემონტდეს ეს სკოლა. მხოლოდ ეს მოთხოვნა გვაქვს, რომ ჩვენ შვილებს კონდეთ 21 საუკუნეში იმის უფლება, რომ მიიღონ სრულფასოვანი განათლება. სხვას არაფერს არ ვითხოვთ, გაგვაგებინოთ რა ემსახურება ეს დუმილი, გვითხრან რა მოქმედებას, რას მიუმართოთ, რომ ჩვენ შვილები დავაყენოთ გზაზე. 21 საუკუნეა ხალხო და ვითხოვთ მხოლოდ სკოლას. გაგვაგებინეთ რა გავაკეთოთ, რით ვუშველოთ ჩვენ შვილებს. არც ერთი სკოლა არ იღებს ჩვენ შვილებს, ვართ გაურკვევლობა